მოგესალმებით ყველას ჩემო მეგობრებო, თქვენი მყოფებით არხზე ვიდეო ლესონს. მე ვარ მიშო და დღეს მე მინდა ჩემი და ჩემი მეგობრის საერთო გეიმინგ არხზე არსებული გათამაშების კიდევ ერთი ახალი გამარჯვებული გამოვავლინოთ. პირველ რიგში გავხსნი ბრაუზერს და გადავალ იმ ვიდეოზე, სადაც ხდებოდა გათამაშება. გათამაშება იყო გამოცხადებული Colin McRae Dirt 2-ის, ასე ვთქვათ, 21 მისიაზე, მეგობრებო. ეს იყო რიგი მე-12 გათამაშება, რომლის პრიზიც არის შესანიშნავი თამაში Rise of Tomb Raider-ის 20 წლის, ასე ვთქვათ, აღსანიშნავი ვერსია, რომელიც ძალიან კარგი თამაშია და გვყავს მხოლოდ სამი კონკურსანტი, რომლიდანაც ახლა რენდომაიზერით მე შევეცდები გამარჯვებულის გამოვლენას. ამ ყველაფრისთვის საჭიროა, რომ უბრალოდ დავაკოპიროთ ვიდეოს, ასე ვთქვათ, ლინკი. შემდგომ გადავიდე რენდომაიზერ საიტზე. ჩავსვამ ჩემი ვიდეოს ლინკი, დავაჭირო fetch. ამის შემდგომ გავთიშო გრაფა, რომელიც უკან გაცემულ პასუხებსაც ითვალისწინებს, შემდგომ continue. და ამის შემდგომ ეს ლურჯი ღილაკი დაგვეხმარება ახლა 4 კომენტარიდან, რა თქმა უნდა 4-დან ერთი თემია და არ ითვლება ეს კომენტარი ავტომატურად, ვინაიდან და რადგანაც არხი ჩემი და ჩემი მეგობრის არის, გარჩენილი 3 კომენტარიდან ნახოთ ვინ იქნება გამარჯვებული. Pick a winner და ნახოთ ვინ გაიმარჯვებს. ამ შემთხვევაში გაიმარჯვა ჩემო მეგობრებო, როგორც ხედავთ, ლაშა კობერიძემ, ვილოცავ მას გამარჯვებას. ეხლა მთავარია რომ დავუწეროთ ლაშას, რომ მან გაიმარჯვა და გამოვიდეს ჩვენთან კონტაქტზე, რის შემდეგაც დაველოდებით როდის გამოვა ის კონტაქტზე მეგობრებო და შემდგომ უკვე წესების შემოწმების შემდგომ, როდესაც ყველაფერი შემოწმდება და აბსოლუტურად ყველა წესი, რომელიც ამ კონკურსისთვის იყო საჭირო, გაცული იქნება ლაშას მიერ, გადაეცემა მას კუთვნილი პრიზი. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელახლა გადათამაშდება თამაში. ეხლა კი დაველოდოთ როდის გამოვა უშუალოდ ლაშა ჩემთან კონტაქტზე. ლაშამ საკმაოდ მალე მოახერხა მეგობრებო ჩემთან კონტაქტზე გამოსვლა, რის შედეგადაც ეხლა მე დავიწყებ უშუალოდ კონკურსის წესების შემოწმებას. ნახოთ აბა აქვს თუ არა ლაშას კონკურსის წესები დაცული, რაშიც წინასწარ ვარ დარწმუნებული უკვე მეგობრებო რომ დაცული ექნება, ვინაიდან და რადგანაც ლაშა არის ჩემი ერთ-ერთი ერთგული მაყურებელი და მას კონკურსში აქამდეც აქვს გამარჯვება მოპოვებული, რის შედეგადაც შემიძლია ვთქვა რომ ამჯერადაც წესები მას ყველანაირად ექნება დაცული. ძალიან კარგი, წინასწარ აქვს გახსნილი უკვე 21 მისია, ძალიან კარგი. ლაიქი არის, გამოწერა არის, რა თქმა უნდა და კომენტარით ჩვეულებრივად დაწერილია. ესეც ასე აბსოლუტურად ყველა წესი, რაც საჭიროა მეგობრებო, დაცული აქვს მას, რის შედეგადაც სხვა გზა არ არის არანაირი, ყველა წესი აბსოლუტურად მოქმედებს მასთან, რის შედეგადაც მას ეკუთვნის ის პრიზი, რომელიც იყო ამ კონკურსის ჯილდოდ გამოცხადებული. ამიტომაც მას გადაეცემა ეს გასაღები, რომ გააქტიუროს Steam-ზე. ესეც ასე. ესეც ასე მეგობრებო, გადაეცა მას კუთვნილი პრიზი, ისათვის სულ ეს იყო, რაც თქვენთვის მინდოდა შემომეთავაზებინა. იმედი მაქვს, რომ თქვენს გაგიჩნდება სურვილი ამ კონკურსში მიიღოთ მონაწილეობა და ცადოთ თქვენი ბედი. ვინაიდან და რადგანაც, როგორც ხედავთ, საკმაოდ კარგი პრიზები არის ამ კონკურსში და პლუს ამას ეს ეხმარება ჩემი და ჩემი მეგობრის არხს უფრო მეტ პოპულარიზაციაში. თუ რომელიმე თქვენთაგან სხვა რაიმე სახის შეკითხვებით ექნება, თქვენ შეგიძლიათ ეს შეკითხვები დაწეროთ მეგობრებო კომენტარებში, ან დამიკავშირდეთ უშუალოდ მე ჩემი სოციალური ქსელის დახმარებით. ყველას კიდევ ერთხელ გიხდით ძალიან დიდ მადლობას ყურადღებისათვის.